მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე, მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. კასპის ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრი დიდ შესაძლებლობებსა და მოტივაციას იძლევა ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებისათვის დაეუფლონ სასურველ პროფესიას, განავითარონ, გაიღრმაონ და შექმნან საბაზისო ცოდნა. როგორც ჩვენს ერთ-ერთ წინა გადაცემაში მსმენელს დავპირდით, დღევანდელ გადაცემაში სურს განვიხილოთ კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიმდინარე და საკმაოდ პოპულარული ერთ-ერთი სასწავლო კურსი პირველადი სამედიცინო დახმარება. სწორედ ამიტომ დღევანდელ გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ამ კურსის ტრენერი და ასევე ესთეტიკური ცენტრის მაატის დამფუძნებელი და ექიმი-კოსმეტოლოგი ქალბატონი მაკა დარბიაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მაკა. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. ქალბატონო მაკა, გთხოვთ მოკლედ გვესაუბროთ თქვენი საქმიანობის შესახებ. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე გახლავართ პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენერი კასპის დასრულთა განათლების ცენტრში. გახსნის დღიდან ვარ ამ უძვირფასესი კოლექტივის წევრი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მენეჯერს ქალბატონ სალომეს და მის სრულ გუნდს, რადგან გვიქმნის სასიამოვნო გარემოს და გვაძლევს ყველა იმ რესურსს, რაც გვჭირდება მუშაობისთვის. ძალიან კარგი. ქალბატონო მაკა, გთხოვთ ჩვენს რადიო მსმენელებს მოკლედ მოუთხოთ, როგორი ფორმატი ტარდება და რა ეტაპებისგან შედგება, ასევე რამდენი ხნიანია აღნიშნული კურსი. ჩვენი კურსი არის ორთვიანი. ჩვენი მსმენელები იღებენ როგორც პრაქტიკულ ცოდნას, ასევე თეორიულ ცოდნას. ქალბატონო მაკა, ამ კურსის ფარგლებში რა ცოდნას იძენენ მსმენელები? რას უნარჩვევებს შეიძენენ და შემდგომში როგორ შეძლებენ ამ შეძენილი ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში? დიახ, ჩემი მსმენელები იყვნენ უძვირფასესი, ეხლა უკვე ჩემი მეგობრები. ამ კურსის მსმენელები იყვნენ როგორც საბავშვო ბაღის პედაგოგები, სკოლის პედაგოგები, ამღზრდელები, მედდები და ჩვენი ძვირფასი დიასახლისები. თითოეული ბენეფიციარი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, რომელთაც აქედან ყველას მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. მათ საკმაოდ მონდომებით და კარგად შეისწავლეს პირველადი დახმარების ეს კურსი. ამ ტრენინგებით მათ მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურობაში. ალბათ ყველას გქონია შემთხვევა, როდესაც არ ვიცით რითი უშველოთ ადამიანს. სწორედ ეს კურსი გვაძლევს სწორად და დროულად დავეხმაროთ დაშავებულს. ვფიქრობ და ჩემი სუბიექტური აზრია, რა თქმა უნდა, რომ ეს პროგრამა და ეს ტრენინგი აუცილებლად უნდა ტარდებოდეს სკოლებში, თუნდაც საცდელი პროგრამით უნდა შევიდეთ, რათა ყველა მიცოდეს შემთხვევის მართვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა. თუნდაც ბავშვებმა, რომ მსგავს სიტუაციებში არ დაიბნენ და პირველი რაც შეიძლება ელემენტარული გააკეთონ, სასწრაფო დახმარება გამოიძახონ. ქალბატონო მაკა, აღნიშნული კურსის სწავლება როგორ რეჟიმში მიმდინარეობს, დასწრებით თუ ონლაინად და თეორიული თუ პრაქტიკული ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ შევქმენი ონლაინ კურსი მხოლოდ თეორიული სწავლება ემიგრანტებისთვის და ისეთი პირებისთვის, ვინც ჩვენს ტრენინგებს ვერ ესწრებოდა დროის უქონლობის გამო თუნდაც, ესენი იყვნენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. მათ გადაეცათ სერტიფიკატები, შესაბამისი
კვალიფიკაციის. რა თქმა უნდა, ფიზიკურ სივრცეში კასპის დასრულთა განათლების ცენტრშიც თავიდან რაც აღვნიშნეთ, იყო ორთვიანი კურსები, ასევე ონლაინ, რაც ძალიან ხელსაყრელია და მოსახერხებელია ჩვენი მოსახლეობისთვის. ქალბატონო მაკა, თქვენი და დასრულთა განათლების ცენტრის ორთვიანი თანამშრომლობა მხოლოდ ამ თქვენი სასწავლო კურსით შემოიფარგლება თუ თქვენი და თქვენი ბენეფიციარები ესწრებიან და იღებენ მონაწილეობას სხვა აქტივობებში და იგივე თუნდაც სასწავლო კურსებში ან ტრენინგებში? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოწვეული ყავდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომლებმაც გაატარეს ჩვენი მსმენელები, როგორც თეორიული დამატებითი სწავლება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მოლაჟებზე, რაც ძალიან ხელსაყრელი იყო მათთვის და ნაყოფიერი. ძალიან კარგი და სასიამოვნო. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი არის ძალიან მოთხოვნადი და შემდეგისათვის გისურვებთ, რომ გყავდეთ უფრო მეტი მსმენელი და ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს დღევანდელი საუბარი საკმაოდ საინტერესო და ამომწურავია მათთვის და ყველა დაინტერესებული მხარისათვის, როგორც ფიზიკური დასაწყებად, ასევე ონლაინ მოსასმენად და შემდგომში პრაქტიკულად გამოსაყენებლად. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ახლა კი, როგორც ზემოთაც აღნიშნეთ და მინდა ჩვენი საუბარი განვაგრძოთ იმ თქვენი კოსმეტოლოგიური ცენტრის გარშემო, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელიც ბრძანდებით და გთხოვთ ჩვენს მსმენელს გაესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რატომ გაგიჩნდათ სურვილი დაკავებულიყავით აღნიშნული საქმიანობით. ყოველთვის მქონდა სურვილი და მონდომება ამისი, რომ გამეხსნა ჩემი კოსმეტოლოგიური ცენტრი და ავიხდინე ეს სურვილი. მათი არის, ასე რომ ვთქვათ, ჩემი მესამე შვილი, ძალიან მიყვარს, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და ასევე ჩემი პაციენტებიც დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნებიან. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონო მაკა, რა სახის მომსახურებას თავაზობთ ცენტრში მოსულ მომხმარებლებს? დიახ, აქ მიიღებენ როგორც კოსმეტოლოგიურ, ასევე ინიექციურ პროცედურების მომსახურებას, რა სჭირდება, ასე ვთქვათ, სადაც ჩაიტარებენ გამაახალგაზრდავებელ და სამკურნალო პროცედურებს. ასევე მაქვს ცივი პლაზმა, რაც ინოვაციურია და ძალიან ძვირფასი ამ სფეროში. გამოიყენება ეს ცივი პლაზმა შემდეგი ჩვენებების დროს. კანის ზედაპირის დეფექტების არსებობა, როგორიც არის მაგალითად ნაწიბურები, პიგმენტები, აკნე, მცირე ნაოჭების მოშორება, მოშვებული კანის გასადავება, სტრიები, ჭორფლები, ელასტიურობის დაკარგვა, მუქი რგოლები, ანთებითი პროცესები და ასე შემდეგ. ყველაფერი ამის მკურნალობაც და ასე ვთქვათ დეფექტების და ანუ ყველა ადამიანს თუნდაც ასაკი რომ გვემატება, რაღაცა პატარა ცვლილებები შეგვიძლია რომ შევიტადოთ, ხო? ზოგს ნაოჭი არ მოგწოს, ზოგს რაღაცა ფერი არ მოგწოს, ყველაფერი ამის მკურნალობა შეგვიძლია ამ ცენტრში, ჩემს ცენტრში, მაათიში. ქალბატონო მაკა, როგორ ხდება თქვენს ცენტრში მიღება, ჩაწერით და შემდეგ კონსულტაცია თუ სპონტანურად მოდიან თვედინები და ისე იღებენ მომსახურებას? რა თქმა უნდა, ისეც რომ შემოვიდნენ, მივიღებთ და დავხვდები ძალიან ღიმილიანი და ესეთი სახით, მაგრამ სასურველია რომ ჩაწერით იყოს, წინასწარი ჩაწერით მოვიდნენ, შემითანხმდნენ, რადგან მათთვისაც კომფორტული იყოს და ჩემთვისაც. მინდა აღვნიშნო, რომ კონსულტაცია არის ყველასთვის უფასო, ნებისმიერი კითხვით შეუძლიათ რომ მომმართონ და ამომწურავ პასუხს მიიღებენ, რა თქმა უნდა. და
მეწერებიან ჩემს პირად გვერდზეც და მათის შექმნილი მაქვს გვერდი, მათის და იქაც შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს მომწერონ და ჩაეწერონ ჩემთან კონსულტაციაზე. და ბოლოს ქალბატონო მაკა, რას უსურვებთ ჩვენს რადიო მსმენელებს, თქვენს ბენეფიციარებს ზრდასრულთა ცენტრში და ასევე თქვენს პაციენტებს კოსმეტოლოგიურ ცენტრში? ჩემს ბენეფიციარებს ვუსურვებდი უფრო გააქტიურებას, უფრო ჩემი კურსის გააქტიურებას და მართლაც ჩვენი ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე ვეხმიანების შემდეგ დებულებას სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე. დიდი მადლობა ქალბატონო მაკა ჩვენს გადაცემაში სტუმრობისათვის, სასიამოვნო საუბრისათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩვენ კი ჩვენის მხრივ კვლავ და კვლავ გვპირდებით, რომ ჩვენს მომავალ გადაცემებში კვლავ გავაგრძელებთ და განვიხილოთ კასპიის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიმდინარე ყველა სასწავლო კურსის მიმოხილვას. ასევე დიდი მადლობა DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის, გერმანიის რადიო Z-სა და კასპიის ზრდასრულთა განათლების ცენტრის პარტნიორობისათვის. მადლობა ჩვენს ძვირფას რადიო მსმენელს, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით მომდევნო გადაცემებით. მომავალ შეხვედრამდე.